დღეს გადაცემა ექიმებში. რა არის სინამდვილეში ის, რასაც კურდღლის ტუჩით მოიხსენიებენ? 500 ბავშვიდან შეიძლება 10 ბავშვი დაიბადოს ასეთი პათოლოგიით. რისთვის არის საჭირო ემბრიონის გენეტიკური კვლევა? მანამ გავიგოთ ემბრიონი ჯამთელია თუ არა, სანამ ის დედის მუცელში განვითარდება. ვარჯიშები 40 წლამდე და 40 წლიდან. როდესაც ბავშვის სუნთქვას ზგიდის გამრუდება აფერხებს. არის ხშირი შემთხვევა, როდესაც პათოლოგიური გამრუდება, რომლის დროსაც აუცილებლად საჭიროა ოპერაცია. რა ინფორმაციას ინახავს თქვენზე ხმები, რომელსაც სექსის დროს გამოსცემ? მაგათად იმის გაგება შეგვიძლია თურმე თუ როგორი ადამიანია შენი პარტნიორი ან შენ თვითონ. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე. ექიმები იწყება. გამარჯობა, ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის დღეს მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის მეტად საინტერესო სამედიცინო თემებზე. დღევანდელ გადაცემას კი მაყურებლის შეკითხვით დავიწყებთ, რომელიც ექიმების Facebook-ის გვერდზე მივიღეთ. ჩემ შვილს, რომელიც 4 თვისაა, აქვს კურდღლის ტუჩი. მითხრეს, რომ სანამ ცოტა არ გაიზრდება, ოპერაციას ვერ გაუკეთებდო. მაინტერესებს, როდემდე უნდა დააველოდო და რა ასაკში კეთდება კურდღლის ტუჩისთვის პლასტიკური ოპერაცია. მოდი დავიწყოთ იმით, რომ მართალია ხალხში ეს ტერმინი კურდღლის ტუჩი და მგლის ხახა საკმაოდ გავრცელებულია. მსგავსი ფრაზები ცოტა არ იყოს არაეთიკურია, როდესაც ადამიანზე ვსაუბრობთ, ამიტომ ყველას ვთხოვთ, რომ გამოვიყენოთ ტერმინის ტუჩის ნაპრალი და სასის ნაპრალი. მით უმეტეს რომ ხსენებულ ცხოველებთან ამ პათოლოგიებს არანაირი კავშირი არ აქვს. ახლა კი კოტე მოდი შენ მოგისმენთ, ვინაიდან კონკრეტულად შენ დარგზე აქვს საუბარი, როდის უნდა გაკეთდეს რა ასაკში ამ თანდაყოლილი ნაპრალების დეფექტის კორექცია? ძირითად შემთხვევებში, მოდით ასე ვთქვათ, ეს ოპერაცია, როდესაც არის ტუჩის ნაპრალი, უნდა გაკეთდეს 1 თვის ასაკის ვადიდან და როდესაც არის სასის ნაპრალი, უნდა გაკეთდეს 8-9 თვის ასაკიდან. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისები, როდესაც ცოტა მოგვიანებით კეთდება, არის გამონაკლისის შემთხვევები, როდესაც ცოტა სხვა ტაქტიკა არის არჩეული ინდივიდუალურად, მაგრამ ძირითად შემთხვევებში მოწოდებული დღევანდელი ჩვენებების მიხედვით არის ასეთი ვადები. არც ისე დიდი ხნის წინ ცოტა ესეთი აზრთა სხვადასხვაობაც არსებობდა, ცოტა უფრო გვიან ასაკში კეთდებოდა. რა შეიცვალა ამ თვალსაზრისით და რა მნიშვნელობა აქვს ოპერაციის ვადას, რა ვადაზე გაკეთდება პირველ ოპერაცია? რიგში შეიცვალა ის, რომ მცირე ასაკის ბავშვების ზოგადიანი სეზიის წარმოება ბევრად უსაფრთხო გახდა, პრაქტიკულად ნებისმიერი მასშტაბის ჩარევა შეიძლება გაკეთდეს თუნდაც ახალშობილზე და მეორე, რაც უფრო დროულად არის გაკეთებული ეს ოპერაცია, მით უფრო კარგია საბოლოო შედეგი. ეს რაც შეეხება ტუჩს და სასაზე, მით უმეტეს სასაზე არსებობს ორი ძირითადი მიმართულება, ერთი არის ცხვირსასის იზოლაცია და მეორე არის სასის ზრბილი კუნთების ანატომია, რაც მეტყველებისას ძალიან მნიშვნელოვანია. საწმის ყლაპვა შეიძლება ადამიანი გამოყვებო ისე, რომ ნაპრალი მთელი ცხოვრება ქონდეს, მაგრამ მეტყველება დაერღვევა. როდესაც დროულად კეთდება ეს ოპერაცია, ეს კუნთები, რომელიც მეტყველებაში მონაწილეობს, სრულფასოვნად აღდგება და ასე რომ მას მეტყველების, ანუ ბგერათა წარმოქმნის პრობლემატიკა პრაქტიკულად აღარ აქვს. თუმცა მცირე ასაკში ჩემი მხრიდან მინდა დავამატო, რომ ყლაპვის პრობლემაც არის, რა თქმა უნდა, საკვების მიღების და ხდება ეგრეთ წოდებული ასპირაცია, ანუ გადაცდენა საკვების ნერწყვისას და ეს რა თქმა უნდა სასუნთქ სისტემას საკმაოდ აზიანებს, ამიტომ დროული ოპერაციული ჩარევა და ამან კი დროული კორექცია საკმაოდ მნიშვნელოვანია. შენ ახსენე, რომ ძალიან ხშირია ჩვენ ქვეყანაში ეს პათოლოგია და რამე სტატისტიკა თუ არსებობს, რამდენად ხშირია და რითი არის შენი აზრით გაპირობებული? საერთოდ ეს გენი საინტერესოა მოდის აფრიკიდან, ზოგადად ტუჩის ნაპრალის და სასის ნაპრალის ყველაზე დიდი რაოდენობით აფრიკაშია ასეთი პაციენტები. მსოფლიოში ჩვენ არ ვართ ლიდერები რაოდენობრივად, თუმცა ქვეყნის მოსახლეობიდან გამომდინარე პროპორციულად რო შევხედოთ, საკმაოდ მაღალია, ანუ სადღაც 500 ბავშვიდან შეიძლება 10 ბავშვი დაიბადოს ასეთი თუნდაც ნაწილობრივი პათოლოგიით. თუმცა არ არის ეს ის პრობლემა, ჰოლივუდის ვარსკვლავები არიან ასეთი პათოლოგიებით დაბადებულები და დღეს ბრწყინვალე კარიერა აქვთ ძალიან წარმატებული ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, ვისაც ეს არანაირად ხელს არ უშლის. უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ეს პრობლემა ტუჩის ნაპრალი და სასის ნაპრალი არანაირად ადამიანის ცხოვრებაზე ზეგავლენას არ ახდენს. კოტე, სანამ ეს ეცოდინებათ, რომ ზეგავლენას არ ახდენს, ჯობია აუხსნათ მაყურებელს, როგორ ჩნდება, რა არის გამომწვევი და როგორ ყალიბდება და რა დეფექტებია. ტუჩის ნაპრალი და სასის ნაპრალი ჩნდება მაშინ, როდესაც დედის მუცელში მყოფი ნაყოფის სახის სტრუქტურები, ანუ ანატომია, ბოლომდე არ ყალიბდება, არ სრულდება მისი ერთეულების ჩამოყალიბება. ორსულობის მეორე-მესამე თვემდე მსგავსი ღიობები პრაქტიკულად ყველა ნაყოფს აქვს, თუმცა მეორე-მესამე თვის ბოლოსკენ სახის ქსოვილების ანატომია სრულფასოვნად ერთიანდება, ნაპრალები, რომელიც ანატომიურად იმ პერიოდისათვის მისაღებია, ქრება.
სამწუხაროდ ზოგიერთ შემთხვევებში ეს ასე არ ხდება, რჩება ის პათოლოგია, რომელიც უკვე ვლინდება შემდგომში როგორც ტუჩის და სასის ნაპრალი. აი ეს კონკრეტული შემთხვევა მაგალითად განიხილება როგორც ტუჩის სამმხრივი სრული ნაპრალი. როდესაც პრაქტიკულად ღია არის ტუჩის როგორც კუნთოვანი, ასევე რბილქვსოვილოვანი მთლიანობაში სტრუქტურა, კეთდება ოპერაცია და ეს ტუჩის მთლიანობა აღდგება. ადამიანების ზდაში ეს ნაწიბურები, რომელიც პატარა, ასევე პრაქტიკულად ქრება და შედეგები ძალიან კარგია. შეიძლება ალბათ გავიშლე შეკითხვა თუ რა იწვევს ამ დარღვევებს ნაყოფის განვითარებაში და თუ შეიძლება ამ მიზეზების დადგენა ან თავიდან აცილება ესეთი მდგომარეობა. სამწუხაროდ ჯერჯერობით მედიცინამ ვერ დაადგინა თუ კონკრეტულად რა არის ამ პათოლოგიის გამომწვევი. ერთი არის, როდესაც პირდაპირად გენეტიკური მიდრეკილება აქვს, ეს არის ოჯახური ანამნეზიდან გამომდინარე, როცა დიდი ხნის განმავლობაში ბაბუა, მერე შვილი, შვილთა შვილი რაღაცა ტიპის ან ტუჩის ან სასის ნაპრალით იბადება, მაგრამ არსებობს უმეტესი წილის შემთხვევები, როდესაც არავის არ აღენიშნება პათოლოგია და უცებ ჩდება ბავშვი ასეთი პათოლოგიით. მშობლებისთვის ძალიან სტრესულია ხოლმე, როდესაც ბავშვი ამ პათოლოგიით ჩდება. პირველ რიგში ეს გამოწვეულია სამედიცინო პრობლემებით. მაგალითად, სასის ნაპრალის მქონე ახალშობილებს ჭამა უძნელდება. შემდგომ ასაკში უკვე აღენიშნება მეტყველების დეფექტები. ტუჩის ნაპრალები ხშირად სტომატოლოგიურ პრობლემებს იწვევს ხოლმე, მაგრამ მთავარი რის გამოც პრობლემა ასე წვავეთ აღიქმება, ეს გახლავთ სტიგმა, რომელიც მას ახლავს. სამწუხაროდ ასეთი პათოლოგიები მშობლებს აფრთხობს, რადგან საზოგადოებაში მათ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაა და ამ ყველაფრის შედეგად ხშირად ოპერაციის გაკეთებამდე მშობლები ბავშვების გამოჩენასაც ერიდებიან, ან ცდილობენ, რომ თუ გარეთ გამოიყვანენ, ფოტოს გადაუღებენ, ან რამე ესეთ აქტივობაში არიან, დაუმალონ ის ნაწილი ბავშვს, რომელიც განსხვავებული აქვს. ეს საჭირო დამიჯერეთ არ არის, გთხოვთ ყველას, ნურს თავს დაიკომპლექსებთ და ნურს ბავშვებს დააკომპლექსებთ. ეს არის ჩვეულებრივი, საკმაოდ გავრცელებული სამედიცინო პრობლემა, რომელიც სწორდება. პლასტიკურ ოპერაციას ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია სრულფასოვნად და აბსოლუტურად უნაკლოდ, ასე რომ ტუჩ-სასის ნაპრალით ბავშვის დაბადება ნამდვილად არ არის ასეთი ტრაგიზმის შექმნის საფუძველი. ქირურგიული ჩარევის შედეგად ასეთი ადამიანები ხდებიან პრაქტიკულად ჯანმრთელები და არანაირი დამალვა და სტიგმატიზაცია და შერცხვენა და ასე შემდეგ არ არის აუცილებელი და ამის მაგალითს დღეს ექიმების მაყურებელი თავად ნახავენ. ოღონდ მანამდე ვნახოთ ერთი სიუჟეტი. My darling child. ლაზარე ჩემთვის არის მესამე შვილი. მთელი ორსულობა მქონდა ძალიან კარგი ორსულობა. ჯერჯერობით ველოდებოდი ძალიან დიდი ემოციებით. You gave life to me. ამ ისე გაჩნდა, რომ დაბადების დროს გავიგე, რომ მქონდა ტუჩის ნაპრალი. სტრესი იყო ისეთი ძალიან დიდი ჩემთვის პირველი დანახვა. ამ ბავშვს რომ არ მოველოდი და ძალიან შემეშინდა. სიხარულის მომენტები სულ დაფარა იმ ემოცია მე დროს. არ ვიცოდი მე პირველად ვნახე თვითონ ესეთი ტუჩის ნაპრალით, არც არავისი არ მქონდა ნანახი. პანიკაში ჩავარდი, მაგრამ მე უკვე სპეციალისტების დახმარებით და მათი ახსნით, არაფერი არ იყო სანერვიულო. იმის პერად თითქოს უფრო იმედი მომეცა. არ არის პრობლემა, ეს არის ჩვეულებრივი კანის დეფექტი მარტივად ვთქვათ და ლორწოვანი გარსის დეფექტი, რომელიც ძალიან მარტივად, კარგად სათანადო პირობებში იხურება და შედეგებიც არის ძალიან კარგი. ახლა ლაზარი არის 1 წლის. მემზადებით უკვე საოპერაციო დღეს უნდა გავუკეთოთ. ძალიან ემოციებშია, ძალიან ნერვიულობ მაინც ოპერაცია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩემი პატარა მალე ძალიან ლამაზი და ძალიან საყვარელი იქნება. ხანდაც კი ლამაზი და საყვარელი იყო, მაგრამ ის რაც გჭირდება, გავუკეთებენ იმას. ოპერაცია მიდის ზოგადი ანესთეზიის პირობებში, ანუ პაციენტს ზინავს, ბუნებრივია, სრულფასოვნად, აბსოლუტურად ვერაფერს ვერ გზნობს და პროცედურა მიმდინარეობს. მომავალში და ძალიან მალე ვნახავთ ამ პაციენტს უკვე აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში, აბსოლუტურად სხვა ტუჩით
და ბევრი მშობლისთვის ეს იქნება კარგი სტიმული იმისთვის, რომ არ ინერვიულონ ასეთი პათოლოგიების არსებობისას. ამ ოპერაციის შემდეგ 3 კვირა გავიდა. ლაზარის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ის კარგად არის, ძალიან მომხიბვლელი ღიმილი აქვს და მზად არის თქვენთან შესახვედრად. მიესალმეთ ლაზარეს და მის მშობლებს. ნათია მესხიშვილი და ვანო ხუციშვილი. აი რა მაგარი ბიჭია და 3 კვირის წინ სულ საოპერაციო მაგიდაზე ეძინა ტკბილად. ეხლა მოვიდა ჩვენთან სტუმრად. აპლოდისმენტები ჭირდება ლაზარეს. მე მგონი ძალიან კარგი შედეგია, ჩვენ ნახეთ ოპერაციამდე და ეხლა მთელ შედეგსაც ხედავ და ძალიან კარგი შედეგია. რას გვეტყვით თქვენ, რა გამოიარეთ, როდის დაესვა ეს დიაგნოზი? ორსტომეტოს არ უთქვიათ, ეხოსკოპია არ გითხრა. ძალიან დიდი სტრესი იყო, მაგრამ სულაც არ არის ესეთი სასტრესო, არაფერი არ არის საპანიკო, ჩვეულებრივი ბავშვი არის. არაფრით არ განსხვავდება არც ერთი და აი არავისგან. არაჩვეულებრივი კი არის. პაციენტს ჰქონდა რაც ისე მარტივი ნაპრალი, ასე რომ დღევანდელი რეალობისთვის ის ორი პატარა ხაზი რომელიც ეთყობა ახლა აბსოლუტურად არაფერი არ არის, მშობლებმა იციან რომ ეს არის ჩვეულებრივი გემრიელი საყვარელი ბიჭუნია, რომელსაც უკვე ის რაც ჰქონდა აღარა აქვს დაემშვიდობა, ჭამს სვამს გემრიელად და ცხოვრობს, არა? საერთოდ არ მოველოდით ესეთ შედეგს, აი გაუგნებული დავრჩით, როგორც კი შემომიყვანეს მე პალატაში და დავინახე, სულ შეცვლილი ქონდა მთელი სახე. საერთოდ ძალიან ხშირად, როდესაც ვერ ხდება ხოლმე მუცლად ყოფნის დროს ამ დიაგნოზის დასმა, ეს არ არის ადვილი საქმე, ყოველთვის არ ჩანს ზოგჯერ ნაპრალი ისეთი ზომის არის და ბავშვის მდებარეობა საშვილოსნოს ისეთია, რომ ეხოსკოპიურად ამის დანახვა ყოველთვის შესაძლებელი არ არის და ამიტომ როდესაც პირდაპირ წააწყდებიან ხოლმე მშობლები ამ პრობლემას, ძალიან ისეთი რეაქცია აქვთ ხოლმე უარყოფითი, თუმცა პირველი რეაქცია ეს არის ხოლმე და შემდეგ როდესაც ექიმი სწორად მიაწვდის ინფორმაციას, როცა აუხსნის, რომ ეს არ არის კატასტროფა და არ არის რაღაცა სტიგმა და ეს ბავშვი არ იქნება ავადმყოფი, ასე ვთქვათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში, მე მშობლებიც შედარებით მშვიდდებიან ხოლმე. თქვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა, საიმედო ხელში მოხდით როგორც ჩანს და შედეგით სახეზეა. ოპერაციას გაიკეთებდა. რა იყო ყველაზე რთული მოსავლელი? რა პრობლემები ჰქონდა ბავშვს? პირველი 2 თვე რთულად წოვდა, გამერე ალბათ გამოუმუშავებაც მიეჩვია და აი 2 თვე გაგვიჭირდა მართლა. მეტი უკვე ჩვეულებრივ ჭამდა, არაფერი არ უჭირდა საერთოდ. კიდევ ერთხელ დავამატებ იმას, რომ დღეს ყველანაირი საშუალება არსებობს პედიატრიული მომსახურებიდან დაწყებული, ქირურგიული დასრულებული, რომ ასეთ პაციენტებს არც ერთი დეტალი, არც ერთი მცირე პრობლემა აღარ უნდა ქონდეთ. ამიტომ იმ ადამიანებს, ვისაც ელით წინ და შეიძლება დღეს ფეხბურთმეთ არიან და იციან ეს ყველაფერი, ამაზე არ იდარდოთ. დღეს ყველაფერი საშუალება არის იმისთვის, რომ თქვენ ეს პრობლემა მალე დაივიწყოთ. ძალიან ბევრი ბავშვია სამწუხაროდ საქართველოში, ვისაც ეს ოპერაცია ჯერ კიდევ არ გაუკეთებია. რას ურჩევთ ამ ბავშვების მშობლებს? საშიში არაფერია. მაშობელმა იფიქროს, რომ უნდა გაულამაზონ მომავალი ბავშვი. ტუჩის და სასის ნაპრალით დაბადება არ ნიშნავს, რომ ბავშვს რაიმე გამოუსწორებელი პრობლემა აქვს. ეს არის არც თუ ისე დიდი პრობლემა, რომელიც კარგი ექიმების წყალობით ადრეულ ასაკშივე სწორდება. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, თქვენ ბევრს დაეხმარეთ დღეს დამიჯერეთ. დიდი მადლობა. აქვე ძალიან დიდი მადლობა ფარმაცევტულ კომპანია ავერს თანამშრომლობისთვის. ცოტა ხანში ექიმებში. რომელია ეფექტური ვარჯიში 40 წლამდე და 40 წლიდან. მანამდე კი გაიგეთ, რისთვის არის საჭირო ემბრიონის გენეტიკური კვლევა. მედიცინა ძალიან სწრაფად ვითარდება. წლების წინ გარკვეული დაავადებების დიაგნოსტირება დაბადებულ ბავშვებს კი რთული იყო. დღეს კი ისიც შესაძლებელია, მანამ გავიგოთ ემბრიონი ჯანმრთელია თუ არა, სანამ ის დედის მუცელში განვითარდება. ჩვენთან ერთად არის ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა ReproArtis ემბრიოლოგი ლიკა ჭყონია. და ხალბატონი ლიკა მოგვიყვება იმ ახალი ტექნოლოგიის შესახებ, რომელიც მრავალი მშობლისთვის შესაძლებელს ხდის, წინასწარ გაიგოს მათი მომავალი შვილი როგორ გენებს ატარებს. ოღონდ ეს ეხება მხოლოდ მას, ვინც ინვიტრო განაყოფიერებით ორსულდება. ხალბატონი ლიკა, თუ შეიძლება აუხსენით ჩვენს მაყურებელს, რა ტექნოლოგიაზეა საუბარი ზუსტად? გამარჯობა. გამარჯობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. რეპროდუქციული გენეტიკის განვითარება სერიოზული გარდატეხა მოახდინა რეპროდუქციული მედიცინის განვითარებაში. ზოგადად ეს იყო ასეთნაირად, რომ მოვიდოდა წყვილი, ჩვენ მას უკეთებდით ინვიტრო განაყოფიერებას, რაც გულისხმობს იმას, რომ
ქალს ბუნებრივად უმწიფდება ერთი კვერცხუჯრედი, ჩვენ მკურნალობის შემთხვევაში მას ვცდილობთ, რომ რაღაც გარკვეული რაოდენობის კვერცხუჯრედები მოუმწიფდეს, შემდეგ ვახდენთ მის განაყოფიერებას, განვითარებული ემბრიონი გადაგქონდა ქალის საშვილოსნოში იმავე ციკლში, როდესაც ხდებოდა კვერცხუჯრედის ამოღება. ეს არის ეგრეთ წოდებული ხელოვნური განაყოფიერება. რასაც ეძახდნენ ხელოვნურ განაყოფიერებას. რეპროდუქციული გენეტიკის განვითარებამ ძალიან შეცვალა ჩვენი ხედვა აი ამ პროცესისადმი. ჩვენ ყოველთვის არ გადაგვაქვს ემბრიონი ქალის საშვილოსნოში. ეს იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში საჭირო არის ამ ემბრიონზე გენეტიკური კვლევის ჩატარება. ფიზიოლოგიურადაც ორგანიზმის შექმნილი ემბრიონების დიდი ნაწილი არ არის სიცოცხლესთან შეთავსებადი. ადრე ვიდრე განვითარდებოდა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები, ალბათ ყველას გაგიგიათ, რომ ქალს გადაუცდა, რაღაცა პერიოდი გავიდა და მას ისევ დაეწყო მენსტრუაცია. ეს ნიშნავს, რომ ის იყო ორსულად. ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ ჩვენ არ გქონდა მაშინ შესაძლებლობა, რომ დეტექცია მომხდარიყო ამ ორსულობის. ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა ძალიან დიდი კვლევა და აღმოჩნდა, რომ 70% იმ ემბრიონებისა, რომლის ჩასახვაც მოხდა, არ იყო სიცოცხლესთან შეთავსებადი და მოხდა აბორტი. თვითნებითი აბორტი. ანუ ორგანიზმი ჭკვიანია, თვითონ იშორებს იმ გენეტიკურად არასრულფასოვან მასალას, რომელიც ამ შემთხვევაში მოხვედრილია მის ორგანიზმში ან საშვილოსნოში. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ტარდება გენეტიკური კვლევა ემბრიონზე, სანამ მას გადავიტანთ, როგორც თქვენ განმარტეთ, დედის საშვილოსნოს ყურში. ნახოთ ვიდეო, თუ შეიძლება, თუ როგორ კეთდება ტექნიკურად ეს და რა პროცესია. რამოდენიმე დღე ჭირდება ემბრიონის განვითარებას, მესამე დღეს, როდესაც მიაღწევს ემბრიონი თავისი განვითარების, ხდება ლაზერით მისი გარსის დარღვევა. მეხუთე დღეს, როდესაც მიაღწევს, დარღვეული ამ ნაწილიდან, რომელიც მესამე დღეს დავარღვიეთ ჩვენ ლაზერით, ვიღებთ რამოდენიმე უჯრედს და ეს უჯრედები იგზავნება ევროპის და ამერიკის წამყვან გენეტიკურ ლაბორატორიებში, რომ მათი გენეტიკური ანალიზი მოხდეს და გავიგოთ როგორი ემბრიონები არის. როდესაც მივიღებთ ემბრიონზე დადებით პასუხს, შესაბამისად ის ემბრიონი, რომელიც გაყინულ მდგომარეობაში არის, გამოვღობა და გადავიტანთ საშვილოსნოს ყრუში. თუ კი რომელიმე ემბრიონზე მოვიდა უარყოფითი პასუხი და ვიცით, რომ ეს ემბრიონი არ არის სიცოცხლის უნარიანი, ამის შესახებ აუცილებლად ვაწვდით ინფორმაციას პაციენტს. ეს კვლევა რუტინულად ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს, რომელიც იტარებს ინვიტრო განაყოფიერებას, თუ არის რაღაცა კონტინგენტი, რომელსაც ეს სჭირდება, ანუ ხდება გადარჩევა თქვენს მიერ, ან ეს არის თვითონ პაციენტის მოთხოვნა, რაღაც რისკ ჯგუფები არსებობს ამასთან დაკავშირებით, ვისაც უტარდება ეს კვლევა. ხშირ შემთხვევაში ამ კვლევებს ვთავაზობთ უფრო 35 წელს გადაცილებულ ქალებს, რომლებიც სამწუხაროდ რეპროდუქციული მიზნებისთვის უკვე ხანდაზმულად ითვლებიან, განსაკუთრებით 38 წლის მერე. მამაკაცის ფაქტორით გამაპირობებული უნაყოფობის დროსაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გაკეთდეს ესეთი ანალიზი და თვითნებითი აბორტი ხშირი, წარუმატებელი იმიტრო განაყოფიერება, ან ოჯახში რაიმე ქრომოსომული პათოლოგიური ოჯახურად. ზუსტად რატომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ეს კვლევა? აი, გვაქვს ჩვენ პატარა მულაჟი. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის 23 წყვილი, ხო? ეს არის ადამიანის ქრომოსომების მოდელი, ასე ვთქვათ. მოდელი. თითოეული უნდა იყოს წყვილი ქრომოსომა. როდესაც ემბრიონში ჩვენ აღმოვაჩენთ 3-ს 2-ის ნაცვლად, წყვილ ქრომოსომის ნაცვლად არის 3, ან არის 4. ქონია შემთხვევა, რომ 5-6 ემბრიონს ქონდა ტრიპლოიდი. ასეთ შემთხვევაში წარმოუდგენელია ამ ემბრიონის გადატანა. ანუ 2-ის მაგივრად 3 ქრომოსომა. 3 ქრომოსომა. წარმოუდგენელია ასეთი ემბრიონის გადატანა, ის არ მიემაგრება, ან თუ მიემაგრა, აუცილებლად მოიშლება. რა თქმა უნდა, არის ისეთი ქრომოსომული დარღვევები, რომელიც სიცოცხლესთან არის შეთავსებადი. ნორმალურ შემთხვევაში ადამიანის განაყოფიერებულ უჯრედს აქვს 46 ქრომოსომა. ამ შემთხვევაში 1-ით მეტი 47 ან წყვილი ქრომოსომის რაც 3-ად წარმოქმნა, ან 4-ად წარმოქმნა, ეს აუცილებლად გამოიწვევს გენეტიკურ პათოლოგიას. ეს დამოკიდებულია გენეტიკური პათოლოგიის სახით, თუ რომელ წყვილ ქრომოსომასთან ექნება ადამიანის პრობლემა. გენეტიკური კონსულტაციაც ალბათ ზუსტად ამას მოიცავს, რომ შემდეგ უკვე დაბადებულ ბავშვს რა გენეტიკური პრობლემა თუ პათოლოგია ექნება, ეს აუხსნათ, მაგრამ დაუშვათ ეს ყველაფერი აუხსენით. მაინც შესაძლოა მიიღოს ესეთი გადაწყვეტილება მშობელმა, რომ კი ბატონო გადაიტანოს საშვილოსნოში ესეთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი. იმ შემთხვევაში თუ დადგინდა აი ამ კვლევით, რომ რაღაცა გარკვეული პრობლემა, ასე ვთქვათ, ქრომოსომების რაოდენობაში არის. და არის შემთხვევები, როდესაც ეს უბრალოდ სიცოცხლესთან შეუთავსებელია, არის შემთხვევები, როდესაც ნაკლებად მძიმე გენეტიკურ პათოლოგიებს იწვევს. რა პათოლოგიებია ესეთი და შეიძლება თუ არა ასეთი ადამიანი დაიბადოს და იყოს ის სრულფასოვანი. სიცოცხლესთან შეთავსებადი არის დაუნის სინდრომი. იბადებიან ასეთი ადამიანები, ზის შვილებს ვეძახით ჩვენ მათი დიდი გულშემატკივრებიც ვართ. არის ესეთი პატაოს სინდრომი,
რომელიც არის მე-13 ქრომოსომის ტრისომი და ეს არის ძალიან მძიმე დაავადება, თუმცა არის სიცოცხლესთან შეთავსებადი, მაგრამ ძალიან მძიმე არის. ასოცირებული ანომალიები აქვს ბევრი და სიცოცხლის ხარისხი ძალიან დაბალია უწუხაროდ. ედვარდსის სინდრომი მე-18 ქრომოსომის ტრისომია. არსებობს ასევე ქალი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი X ქრომოსომა და აღმოჩნდა, რომ ასეთი ქალები, ჩვეულებრივად ცოცხლობენ, შვილი წავთ და არსებობს ტრისომია X ქრომოსომის, რომელიც ასევე შეიძლება აბსოლუტურად ჩვეულებრივ ქალს ჰქონდეს. და გააჩინოს აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვი. იცით რა, ამ შემთხვევაში ბუნებრივად ჩდება ასეთი შეკითხვა. გენეტიკური დარღვევებითაც კი შეიძლება ადამიანმა იცოცხლოს და იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი, ან მის ცხოვრების ხარისხი შეიძლება არ იყოს ისეთი კარგი როგორც ყველა დანარჩენის, მაგრამ ასეთ ადამიანებს სიცოცხლის უფლება აქვთ, რა თქმა უნდა. დავსვათ ასეთ შეკითხვა, მაშინ რამდენად ეთიკურია, როდესაც ჩვენ ვნახულობთ ამ პრობლემას ემბრიონში, მშობელს ვეუბნებით, რომ შესაძლებელია აი ასეთი და ასეთი პრობლემა ქონდეს ამ ბავშვს, რომელიც დაიბადება და უკვე მშობელმა დედამ და მამამ უნდა გადაწყვიტონ, ასეთი ადამიანი უნდა დაიბადოს თუ არ უნდა დაიბადოს. რამდენად გამართლებულია ეთიკურად, რაღაც გარკვეული კითხვის ნიშნებით შეება, ხო? ადამიანი წყვეტს, ბევრი ადამიანი უნდა დაიბადოს თუ არა. არსებობს რაღაცა გარკვეული კრიტერიუმები და იმ კრიტერიუმების მიხედვით ვარჩევდით საუკეთესო ემბრიონს, რომ ის ემბრიონი გადაგვეტანა ქალის საშვილოსნოში, რათა მიგვეღწია ორსულობას. ახლა წარმოიდგინეთ ქალი 38 წელს გადაცილებული, რომლისთვისაც თითოეული თვე შეიძლება 1 წლის ან 2 წლის ტოლფასი იყოს ახალგაზრდა ქალთან შედარებით. ჩვენ იმ ქალის ორგანიზმში გადაგვაქვს წინასწარ რომ ვიცით რომ ემბრიონი შეიძლება არ განვითარდეს, ესეთი ემბრიონი, ეს ქალი ვთქვათ ორსულდება, ანუ კარგავს უზარმაზარ დროს იმაში, რომ შემდეგ ის ემბრიონი მოეშლება აუცილებლად. ამ ქალისთვის იმის ცოდნა რომ ეს ემბრიონი არ უნდა გადაიტანოს, იმიტომ რომ მას პრობლემა შეექმნება, დროის დაზოგვა არის. ასეთ ქალებს ჩვენ ვთავაზობთ, რომ რამოდენიმე ემბრიონი ჯანმრთელი დააგროვოს და შემდეგ დაიწყოს უკვე ამ ემბრიონების გადატანა, იმიტომ რომ შეიძლება ნებისმიერ თვეს მას განუვითარდეს კლიმაქსი და შვილი აღარასოდეს აღარ იყოს. მარტივად გადასაწყვეტი პრობლემა არ არის არც მშობლებისთვის და მე მგონი ძალიან სწორი არის ესეთი მრავალპროფილიანი მიდგომა, გენეტიკოსის ჩართვა იგივე ეს კონსულტაციები, რომელსაც თქვენ ეხმარებით, რომ ამ ხალხმა მიიღოს და მსჯელობის და კარგად აწონ-დაწონვის შემდეგ უნდა მოხდეს ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ხელოვნური განაყოფიერების დროს ნებისმიერი საკითხის შესაფასებლად ალბათ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა შევადაროთ ხოლმე ერთმანეთს. კი, ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაც გარკვეული შეკითხვები ეთიკასთან დაკავშირებით ჩდებოდეს, სამედიცინო ეთიკასთან დაკავშირებით, მაგრამ მეორე მხარეს დევს იმხელა სიკეთე, რომ წყვილს, რომელსაც წლებია შვილი არ ყავს და შეუძლია ყავდეს თავისი გენეტიკური შვილი და იყოს ბედნიერი და არაერთი შვილი, მეორე მხარეს იმხელა ბედნიერება და სასწორზე, რომ მე მგონი ამის მხარეს უნდა გადავიხაროთ აუცილებლად ექიმები. ეს კვლევა ადამიანებს აძლევს საშუალებას, რომ დაზოგონ დრო, ენერგია, ფინანსური საშუალებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ცხოვრებაში და რაც თავარია, რომ გაჩნდეს სიცოცხლესთან შეთავსებადი კი არა, ჯანმრთელი ნაყოფი, ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც განაგრძობს ჯანმრთელად ცხოვრებას. საკმაოდ ისეთ დამაიმედებელი და ძალიან საინტერესო სიახლე არის, ძალიან დიდი მადლობა. პროგრესია ეს მედიცინის ძალიან დიდი და ჩვენ ქვეყანაში რომ ეს ვითარდება, ეს შესანიშნავია, ფანტასტიკურია. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან სტუდიაში ამ საინტერესო თემასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა, რომ ასეთ ადამიანებს ეხმარებით, რომლებსაც ეს პრობლემა აქვს და მე მგონი ჩვენმა მაყურებელმა ძალიან საინტერესო ინფორმაცია მიიღო თქვენი წყალობით. ცოტა ხანში ექიმებში. როგორ უნდა მოიქცეთ თუ ზგიდის გამროდება სუნთქვაში ხელს გიშლით? მანამდე კი ექიმებში ფიტნესის დროა. ჩვენს გადაცემაში ძალიან სახალისო და სასარგებლო რუბრიკის დროა მეგობრებო. ეს არის ფიტნეს რუბრიკა ქალბატონებისთვის. ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ ეს რუბრიკა და უკვე ისეთი გამოხმაურება მოყვა, ხშირად გწერენ მაყურებლები, რომ მოუთმენლად ელოდებიან შემდეგ ეპიზოდებს. მოემზადეთ ქალბატონებო, ჩვენთან ერთად არიან პროფესიონალი ინსტრუქტორები სავარჯიშო ცენტრ City Fitness-დან, მახო და გიორგი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი მამაკაცები არიან სტუდიაში და მე მგონი უნდა გაგეცალოთ. და არის ვარგებს ამდენი და თქვენ დარბაზში უნდა დაცხდეთ და გვიყუროთ. აუცილებლად. სიამოვნებით. როდესაც მე ვარჯიში გაგწიროებია, ადვილად დაღლილ ხართ და ბოლომდე ვერ ჩაგიმთავრებიათ, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენი ასაკისთვის სრულად შეუსაბამო ვარჯიშებს აკეთებთ. დღეს თქვენ გაიგებთ, თუ როგორი აქტივობებია რეკომენდებული 40 წლამდე ქალებისთვის და როგორი აქტივობებია სასურველი 40 წლის შემდგომ. სანამ ვარჯიშებზე გადავალთ, ჩვენ სტუდიაში ორი მოხალისე გვყავს და გთხოვთ მათ შემოგვიერთდნენ. ნუცა, ლენა. ძას ესეა მომდვა. თქვენ 40 წლის ქვემოთ, ხო? 40 წლამდე. ძალიან კარგი.
გიორგი, მოდი გვასწავლე 40 წლამდე კატეგორიაში რომელი ვარჯიშებია განსაკუთრებით სასარგებლო ქალის ფიგურისთვის. ჩვენ წარმოგიდგენთ მოძრაობებს ცეკვის ელემენტებით. ცეკვის ელემენტები რაში გვეხმარება და რატო არის სასურველი და რატომ გირჩევთ რომ ამით დაკავდეთ. 55 წუთის განმავლობაში გაუჩერებლივ კომპოზიციას ემატება და გონებრივად ჩვენ ასევე ვცდილობთ რომ ეს ყველაფერი შევასრულოთ. მოდი დავიწყოთ. გავაკეთეთ 4 ნაბიჯი, ხო? 1 2 3 4. 1 2 3 4. ამას დავუმატოთ ხელები. 1 2 რკალი 3 4 თეძოზე გადასვლა 5 6 7 8. ხო? რიტმში იქნება ძალიან კარგი. შემდეგი მოძრაობა არის ძალიან ჩვეულებრივი და ადვილი. 1 2 3 4. 1 2 3 4. მე რაღაცა პირიქით ვაკეთებ. გადავაბათ 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 3 4 5 6 7 8. მოდი ცოტა გავართულოთ კიდე 1 2 3 დაში 1 2 3 დაში ხტომა ხელებით და შემოbrunება 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 3 4 5 6 7 გასვლა 1 2 4 5 6 7 8 1 2 3 4 შევკრათ მოძრაობა და მუსიკა დავურთოთ, ხო? არ აკვებით? არა, ჩვენ 5 6 5 6 7 8 ან მაგარი, ან მაგარი, ნახე. ხო? ნაბიჯები და თავი. ეს იყო სულ ჩვენი ვარჯიში. კარგია. მოდი, დაგესალმებთ ჩვენი ვარჯიშები ვისწავლეთ 40 წლამდე, თან გახალისდები. ამას რო აკეთებთ, ან იცეკვებ და სასარგებლოა, კალორიებსაც დაწვა და კარგ ხასიათზეც იქნები. დიდი მადლობა გიორგის და გოგონებს, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მახოთ რჩება ჩემთან. მოდი მე და შენ ვასწავლოთ 40 წელს გადაცილებულ ქალბატონებს თუ როგორ უნდა ვივარჯიშოთ. ვაკეთებ კროსვიტს. კროსვიტი არის ფუნქციონალური ვარჯიში, სადაც შედის კომბინირებული ვარჯიშები. ყოველდღიურ ცხოვრებაში რაც გამოგვადგება, შეიძლება იყოს ეს უბრალოდ იატაკი და იმ იატაკზე შეგვიძლია გავაკეთოთ საათნახევრიანი ვარჯიში სრულყოფილი. ქუსლებს ვაქცევთ ყურადღებას. ფეხები არის მხრების სიგანეზე. პრესი დაჭიმული გვაქვს, მხრებიც გასწორებული. თავი იყურება ზემოთ. და მუხლებს არ ვწევთ წინ, მუხლი არ უნდა წავიდეს ფეხზე წინ. ჩავდივართ 90 გრადუსით. ამოვიდეთ. ჩასუნთქვა. ამოვისუნთქ. პრესი დაჭიმული გვაქვს. ვაკეთებ თქვა, აი დავით. 10 წამი ვარ მუშაობ. სუნთქავთ. რა? 10 ვისვენებთ. ანუ ადგილზე არასდროს არ ვისვენებთ. 10 წამი ვისვენებთ, ისე ვაგრძელებთ. რამდენჯერ უნდა გავაკეთოთ ეს ვარჯიში? და საკმარისია 4ჯერ. ანუ პირველი ვარჯიში გასაგებია. პირველი ვარჯიში ჩაჯდავ. რაც შეეხება ფეხებს, დუნდულაკუნთებს და ასე შემდეგ. ხელებს დებთ წინ და შეხტომით. გავდივართ უკან. ტანი გასწორებული, პრესი ზემოთ. ფეხები შემოდის და ავხდი. 5ჯერ არის საკმარისი. გამიმეოროთ 3ჯერ. 1 ეს ეხმარება სისხლძარღვთა სისტემას, მეტაბოლიზმს აჩქარებს და ბოლო ვარჯიშიც გვასწავლა. პირველი, ჩავჯექი, ხელები წინ. ადგომასთან ერთად ბიცეპსია გვაქვს მარჯვნივ. ჩავჯექი, მეორე. შევცვალე. 1 2 და უკან. იგი 1 2 მუშაობს მხრები, ძალიან კარგია. ბიცეპსი და ფეხები. შეგვიძლია გავართულოთ, ავიტანოთ მხრებზე, ჩავჯექი, მხრებზე ზემოთ. ისე. ჩავჯექი, მხრებზე თანდათან შეიძლება რომ გართულდეს ალბათ. ფუნქციონალური ვარჯიში ხდება ან წამებზე, ან რაოდენობით.
ან თუ მუშაობთ 20 წამი, ვაკეთებთ 20 წამი, რაოდენობას არ ვაქცევთ ყურადღებას, თუ მუშაობთ. ანუ ეს სამივე ვარჯიში, რაც ჩვენ გავაკეთეთ, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში უნდა გავაკეთო სახლში ქალბატონო. თავისი გახურებით. ანუ ეს ყოველთვის მიოგცეთ ყურადღება, რომ ორგანიზმი გახურდეს ვარჯიშამდე 10-15 წუთი დაუთმოთ გახურებას ყოველ. ვარჯიშები განსაკუთრებით კარგი იმიტომ არის, რომ ამ ვარჯიშისთვის დიდი დროის გამოყოფა არ გჭირდება, სულ 20 წუთში შეგვიძლია გავაკეთოთ. როდესაც ტელევიზორთან ხართ და თქვენ საყვარელ გადაცემას მაგალითად ექიმებს უყურებთ, შეგიძლიათ პარალელურად ეს მარტივი ვარჯიშებიც აკეთოთ. ამით ორ კურდღელს დაიჭერთ, ერთობით კიდეც და ვარჯიშობთ კიდეც. დიდი მადლობა მახონ, დიდი მადლობა City Fitness. ცოტა ხანში ექიმებში. იცოდეთ რომ ხმებს, რომლებსაც სექსის დროს გამოსცემთ, შეუძლია ბევრი რამ გაამხილოს თქვენზე. მანამდე კი გაიგეთ, როგორ უნდა მოიქცეთ თუ ძგიდის გამრუდება სუნთქვის პრობლემებს გიქმნით. მშობლები ყოველთვის ძალიან მძაფრად აღვიქვამთ, როცა საქმე ეხება ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. განსაკუთრებით გვეშინია, თუ კი პრობლემები ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციას ექმნება, როგორიც სუნთქვა. ჩვენი დღევანდელი გადაცემის გმირს სწორედ ეს დაემართა. ცხვირის გამრუდებულმა ძგიდემ მისი შვილისთვის სუნთქვა თითქმის შეუძლებელი გახადა. წინ ნანიკო მეგობართან ერთად თამაშობდა ეზოში და ტრავმა მიიღო. მე დაზიანდა ძვირიც კიდე. ნანიკო მალე იღლებოდა, რამე ვინავდა, ვერ სუნთქავდა კარგად და ეზოშიცაც ბავშვებისთან ვერ თამაშობდა ესე კარგად. და წავიყვანეთ კლინიკაში ექიმთან, და მითხრა ოპერაცია დაჭირდება. ჩვენ ერთი კარგი ამბავი გვაქვს. ნანიკოს გამრუდებული ძგიდის გამოსაცრებად ოპერაცია გაუკეთდა. ის დღეს ძალიან კარგად სუნთქავს, მხნედ გზნობს თავს, რაც თავარია, პრობლემა უკვე აღარ აქვს და თქვენთან შესახვედრად მოვიდა. მიესალმეთ ნანიკო და მისი დედიკო იანა შირერი. გამარჯობა ნანიკო. გამარჯობა იანა, დიდი მადლობა რომ მოხვედით დაბრძანდი. გახმაროს სხვა შემოგთავაზებ. ნანიკო, მოგვიყევი აბა? როგორ დაგეწყო სუნთქვის პრობლემა? მეზობელს შევეჯახე და ნუ ტრავმა იყო. მეზობლის ბრალი ყოფილა და ცხვირი დაარტყი. მერე? ცხვირი დავარტყი სახლში. მერე რა მოხდა? ცხვირი და შიშხილი წამოვიდა და ვეღარ სუნთქავდი ისე კარგად. მერე ღამე დაიწყე ხრუინვა ალბათ. ცხვირით ჰაერი კარგად აღარ მიდიოდა და მშობლებმა გადაწყვიტეს რომ წაგიყვანონ ექიმთან, ხო? დიახ. იანა, მოდი თქვენ მოგვიყევით როგორ მოხდა ეს ყველაფერი და საიდან აღმოჩნდა მერე ჩვენი ლამაზი სტუმარი საოპერაციოში. ერთი წლის წინ როგორც თქვა დაიჭახა მეზობელს, ხო და მე ძალიან მალე იღლებოდა ვესონქავდა საერთოდ. ეხლა ესე არ იღლება, ვაფშე არ იღლება და კარგად სუნთქავს ღამე და დღესით კი. გაგვაგონი ერთი შენი ცხვირიც სუნთქვა. ნანიკოს ტაში უნდა ერთი. პრობლემა, რომელიც ნანიკოს ჰქონდა, ძალიან გავრცელებულია. ზოგჯერ თანდაყოლილი მიზეზებით ან შემდგომში მიღებული ტრავმების გამო ცხვირის ძგიდე, ანუ ის ძლოვან-ხრტილოვანი ფირფიტა, რომელიც ცხვირის ღრუს ყოფს ორ ნაწილად, ცალგვერდზე იხრება, ანუ დეფორმირდება. და ესეთ შემთხვევაში ძნელდება სუნთქვა ცალი ნესტოთი. ხანდახან ორივედან. ხანდახან ორივედან კი ბატონო. საერთოდ იდეალური სწორი ძგიდე თითქმის არავის აქვს. 7 წლის ასაკიდან კი ყველა ადამიანის ცხვირი ოდნავ მარჯვნივ იხრება ხოლმე. და ჩვენ უნდა მივაწვეთ მე მარჯვნიდან მარცხნივ. და ჩვენ უნდა მივაწვეთ ესე რომ არ გადაიხაროს. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში გამრუდება იმდენად სერიოზულია, რომ სასუნთქი გზები მთლიანად იბლოკება და როგორც ნანიკოს შემთხვევაში საკმაოდ ბევრი პრობლემა იქმნება. და ახლა შემოგვერთება ექიმი, რომელმაც ნანიკოს შემთხვევაში სუნთქვის პრობლემა მოაგვარა. მიესალმეთ New Hospital-ის ყელყურცხვირის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მედიცინის დოქტორი გიორგი გოგნიაშვილი. გამარჯობა ბატონო გიორგი, ძალიან სასიამოვნო რომ კიდევ ერთხელ მოხვედით ჩვენს გადაცემაში. შესანიშნავი პაციენტი დაგახვედრეთ აქ. რა დიაგნოზი იყო და რა გაკეთდა თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ? ნანიკოს გაუკეთდა ადენოიდექტომია 3 წლის წინ, მაგრამ ამან ნაწილობრივი შედეგი მოგვცა. ანუ სუნთქვის გაძლება მაინც გრჩებოდა. პრობლემა გრჩებოდა ძგიდე. ჩვენ ადრე ამ პრობლემას ვერ ხსნიდით, იმიტომ რომ ვიცოდით ძველი მოსაზრებით, რომ გარდატეხის ასაკამდე ვერ ვკიდებდით ხელს. სადღაც 10 წლის წინ დაიწყეს ჰოლანდიაში ამ ოპერაციების გაკეთება, რაც ბოლო 5 წელი უკვე საქართველოში დაინერგა. მინდა ვთქვა, რომ ძალიან კაი შედეგები გვაქვს. ყველაზე დიდი ბედნიერება არის ის, რომ აი ნანიკოს ხელა
ბავშვებს შეგვიძლია შვება მივიცეთ. ადრე ესე იყო რატომღაც მიღებული რომ წლობით ბავშვები იტანჯებოდნენ, ვერ სუნთქავდნენ, ღამე ხრინავდნენ და ელოდებოდნენ რაღაც 16-17 წლის ასაკს. ეს შეხედულება შეიცვალა სრულიად. რა თქმა უნდა, ისე როგორც დიდებში ვაკეთებთ ოპერაციას, იმ მეთოდით ბავშვებში ვერ ვაკეთებთ, არის რაღაც სპეციალური საფეხურები, რაც უნდა აუცილებლად დავიცვათ ბავშვებში ქირურგიის დროს. სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ძალიან თხელი არის ბავშვებში ყველაფერი, ანუ თვითონ ეს გიდე საკმაოდ თხელი არის, ტექნიკურად შესასრულება ცოტა რთული არის. მაგრამ საბედნიეროდ ნანიკოს შემთხვევაშიც და დანარჩენ შემთხვევაშიც კარგად გამოგვივიდა ყველაფერი. ბატონო გერგაი, შესანიშნავი მულაჟი გვაქვს ჩვენ, რომელიც მოგვაწოდა საქართველოს უნივერსიტეტმა და თუ შეიძლება მაყურებელს რომ თვალნათლივ აუხსნათ, როგორ კეთდება ეს ოპერაცია, რა ტექნიკით კეთდება და როგორ სწორდება ეს გამრუდებული ძგიდი. ბუნებაში სწორი ძგიდი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს შეიძლება ძალიან ძლიერი გამრუდება ჰქონდეს, მაგრამ სუბიექტურად პაციენტი არ აღნიშნავს სუნთქვის გადნებას. არის ხშირი შემთხვევები, როდესაც პათოლოგიური გამრუდება, რომლის დროსაც აუცილებლად საჭიროა ოპერაცია. ანუ ყველა ძგიდის გამრუდება არ არის აუცილებლად ჩვენება ოპერაციის გაკეთების. ეს არის ცხვირის საგიტალური განაკვეთი, ანუ გვერდიდან რომ გავკვეთოთ ცხვირი. ეს ნაწილი არის ლორწოვანი, რომელიც მიფარებულია ძგიდის ხრტილოვან ზლოვან ნაწილს. ზლოვანი ნაწილი არის ქვედა ნაწილი ძირითადად და ხრტილოვანი არის ეს შუა ნაწილი, რომელიც მრუდდება ხოლმე. რა თქმა უნდა, ადრე იყო მეთოდი, როდესაც ამ ხრტილოვან ნაწილს დიდ ნაწილს იღებდნენ და კატასტროფული შედეგები იყო. ვაკეთებთ უკვე პლასტიკას. არა ამოღება, რეზექცია, არამედ პლასტიკა, რომ საყრდენი შევინარჩუნოთ ცხვირის და ნანიკოს როგორც აქ ახლა კაი ცხვირი, რომ მთელი ცხოვრება არ ჩაუვარდეს და ეს ფუნქციონალურად გამართული კონდეს. რა გაკეთა ნანიკოზე? მარჯვენა მხარეს კეთდება პატარა განაკვეთი დაახლოებით სანტიმეტრ ნახევრამდე და სპეციალური საქაჩი რასპატორი ქვია, ხდება აი ამ ლორწოვანი გარსის აშრევება. ესე ავაშრევეთ ჩვენ ესე კარგად ლორწოვანი ნანიკოსთან და შეგხვდა უკვე გამრუდებული ძგიდე. ეს ძგიდი არის როგორც ხრტილოვან ნაწილში გამრუდებული, ესევე ძვლოვან ნაწილში. დიდებში პრობლემა არ არის, ჩვენ შეგვიძლია ვერტიკალურად გავკვეთოთ ეს ძგიდე, ჰორიზონტალურად გავკვეთოთ ეს ძგიდე, ორივენაირად გავკვეთოთ, მაგრამ ბავშვებში ეს არ ვარგა. რატომ? იმიტომ რომ ბავშვის ქალა იზრდება. უკნიდან ძვლოვანი ნაწილი აწვება ხრტილოვან ნაწილს და შეიძლება გაორმაგება განიცადოს ხრტილის. ამიტომ ამ შემთხვევაში სულ ნაჩვენებია ჰორიზონტალური განაკვეთები. ვერტიკალური რო გავაკეთოთ, შეიძლება დუბლიკატურა გააკეთოს ხრტილოვანმა ნაწილმა უკან ძვლოვანი ნაწილის მიწოლით და ნანიკოს მეორეჯერ დაჭირდეს ოპერაცია. კვლავ დაჭირდეს ოპერაცია. ამიტომ ჩვენ ნანიკოსთან გავაკეთებთ მხოლოდ ჰორიზონტალური განაკვეთები, რაც საკმაოდ რთული არის. როდესაც გავასწორებთ ამ ძგიდეს, ისევ მივოფარებთ ლამაზად ამ ლორწოვანს და ხრტილსაზრდელას და ორი ნაკერით გავკერავთ ამ მინიმალური ინვაზიით, ასე ვთქვათ, ხდება ეს ოპერაცია და ესეთი ლამაზი ბავშვები, როგორც ნანიკოა, იწყებენ ნორმალურად სუნთქვას. ეს ძალიან კარგია. როგორ უნდა დავადგინოთ, რომ ნამდვილად საოპერაციო ეს ძგიდე? ეხლა უკვე საბედნიეროდ არსებობს გამოკვლევის მეთოდი, ფუნქციონალური დიაგნოსტიკა ეწოდება ცხვირის, რომელიც ადგენს ზუსტად ჰაერის გამოვლობას ცხვირში. მარჯვენა მხარეს როგორ გადის ჰაერი, მარცხენა მხარეს როგორ გადის ჰაერი და შესაბამისად არის საზღვრები, სადაც უნდა გაკეთდეს ოპერაცია, ან არ უნდა გაკეთდეს. გარდა სუბიექტური ექიმის გასინჯვისა და პაციენტის ჩივილებისა, არსებობს ობიექტური აპარატიც, რომელიც ადგენს ზუსტად სუნთქვის გამოვლობას. აქ ლაპარაკი არა ანატომიურ ხარისხზე გამრუდების, არამედ ფუნქციონალურ. ფუნქციონალურ. ფუნქცია ირღვევა ამ შემთხვევაში ნამდვილად საოპერაციო. ნამდვილად. ჩვენ პაციენტებს ვეუბნებით, რომ 85-დან 90%-ში თქვენი სუნთქებთ კარგად. 10-15% არის, რომ სუნთქვა შეიძლება იგივე დაგრჩეთ. ან გაგიუარესტეთ. ჩემი აზრით, ესეთი ქირურგიის შემდგომ საკმაოდ კარგი საკმაოდ მაგარი და ალბათობაა, რომ პაციენტს იმედები მივცეთ. ესე იგი, როგორც გავიგეთ ამ პროცედურის წყალობით, ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება ისე, რომ კოსმეტიკური დეფექტიც ავირიდოთ თავიდან, ანუ ადამიანი განაგრძობს ნორმალურად სუნთქვას და ეგრეთ წოდებული ეს უნაგი რაცხვირი, რომელიც ძველი მოდიფიკაციის ოპერაციების დროს ვითარდებოდა ხოლმე, შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ. ძგიდის გამრუდება არა მარტო დისკომფორტია პაციენტისთვის და არა მარტო გაძნელებული სუნთქვა არის, არამედ განსაკუთრებით ბავშვებში ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებს წარმოქმნის, იმიტომ რომ როცა ძგიდე გამრუდებულია, სასურველი რაოდენობით ჟანგბადს ვერ იღებს ორგანიზმი და ეს იწვევს უკვე ჯანმრთელობის უფრო ღრმა და სერიოზულ მოშლას, ამიტომ ეს პრობლემა არ არის ისეთი, რომელზეც შეიძლება თვალი დავხუჭოთ და ეს არ არის უბრალოდ სუნთქვის გაძნელება ან ხრინვა, ეს რეალურად საკმაოდ ძიმე სამედიცინო შედეგების მქონე პათოლოგია შეიძლება აღმოჩნდეს. ჩვენი სხეული ისეა შექმნილი, რომ ჩვენთვის უფრო კომფორტულია ცხვირით სუნთქვა ვიდრე პირით. ამისათვის ცხვირი
ასე ვთქვათ, აღჭურვილია სპეციალური ატრიბუტიკით, პატარა ზომის ბუსუსებით, დამცავი ლორწოვანი გარსით, რომელიც შესუნთქულ ჰაერს ატენიანებს, ფილტრავს და ჩვენს ორგანიზმში უკვე ფილტრებში ხდება გასუფთავებული, გაფილტრული, დატენიანებული და ტემპერატურა ნორმალიზებული ჰაერი. მაგრამ როდესაც პირით სუნთქავთ, ჰაერი აი ამ ყველაფრის გარეშე ხდება პირდაპირ ფილტრებში, რაც დამატებით ქმნის ისეთ სიმპტომებს, როგორც არის ყელის სიმშრალე, ბინძურდება სასუნთქის სისტემა და მოკლედ ეს ყველაფერი პირობებს ქმნის იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მარტივად გავხდეთ აი შენ წარმოიდგინე ხარ რომ ეს ოპერაცია შენთვის არ გაეკეთებინა და ეთქვათ რომ კიდე 1-7-8 წელი მოიცადე. შეძლებდი ასე წვრიდან სუნთქვის გარეშე გაზლებას? რა გიჭირდა ყველაზე უფრო შემაწუხებელი რა იყო შენთვის? ვერ სუნთქავდი კარგად. მეტი რა უნდა იყოს შემაწუხებელი, როცა ადამიანი ვერ ვაფშე ვერ თამაშობდი ეზოში. აი მალე 5 წუთი იღლებოდა. ციტილი იყო და ეხლა ცურვასაც დაიწყებ, ვარჯიშსაც დაიწყებ და ყოფილი. აი ვაკურდებოდი მთელი ის პირი არ გაუღია. ანუ ცხრიდან სუნთქავს უნდა. ანუ ჩვენ სულ ვაფრთხილებთ ხოლმე მშობელს, იანაც გავაფრთხილეთ, რომ შეიძლება გარდატეხის ასაკის მერე კიდე დაჭირდეს რამე ჩარევა. თუმცა ეს არ არის მიზეზი იმისი, რომ 7, 8 და 10 წელი ბავშვი იტანჯებოდა იმ წვრიდან ვერ. წარმოიდგინეთ, აი გაციებულები რო ვართ, ერთი კვირა რო ვერ სუნთქავთ, სიცოცხლე არ გვინდა ხოლმე. და პერმანენტულად ბავშვის ესე ტანჯვა 10 წელეულები ხო მე მგონი არანაირად გამართლებული არ არის. ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენ პატარა ლამაზ პაციენტს ეს პრობლემა თავის დროზე მოუგვარეთ, არ დაჭირდა წლობით ლოდინი იმისთვის რომ ეს პრობლემა ალაგებულიყო, ის დღეს ცხვირით თავისუფლად სუნთქავს და ჩვენ პატარა სტუმარს უსურვებთ რომ დიდხანს და თავისუფლად ისუნთქოს ცხვირიდან სუფთა ჰაერი. იცოდით რომ ხმებს რომლებსაც სექსის დროს გამოსცემთ, შეუძლია ბევრი რამ გაამხილოს თქვენზე. მაინც რისი გამხელა შეუძლია რა უნდა მოყვეს ახლა ჩვენ გაჩნია რას გამოსცემ. მაგალითად იმის გაგება შეგვიძლია თურმე თუ როგორი ადამიანია შენი პარტნიორი ან შენ თვითონ. აი მოდის ვიღაცა ქუჩაში და გაინტერესებს რა ადამიანია, მიხვალეთ ვით. შეიძლება უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. ჩვენიერი მეთოდია, მე მგონი სიცრუის დეტექტორი აღარ არის საჭირო, ამ მეთოდით შეიძლება გამოვამჟღავნოთ ყველაფერი. ხო, სხვა შორის ახლა შესაძლოა შეაპირებენ დანერგვას, რომ დაგაკავებენ და გამოკითხვა და ბიჭო და ეს ბანერი აღარ იქნება. შენ ხო? შენ ხარ შენი სექსუალური აქტივობით დაკავებული და პოლიციელი ამ დროს. და ისმენს როგორი ადამიანი ხარ შენი კაცო. იმ თეორიის თანახმად რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, თუ ადამიანი ყნესის, მაშინ ის ძალიან ვნებიანი ყოფილა. ასეთ ადამიანებს უყვართ ცხოვრებისგან მაქსიმალურის მიღება და ასევე მაქსიმალურის გაცემა. ყველაზე კარგად იცი რისი დადგენა შეიძლება? რისი? აი მეზობლები ვისყავს ძალიან ცუდ დღეში თავისარო. და კოტა ვინ წვირის იმ შემთხვევაში რა ხდება? ლევა შეხوارცი მაგამ ბავშვი რა ხდება? ის ადამიანები, რომლებიც სქესობრივი აქტის დროს ყვირიან, ან მეტისმეტად ემოციურად გამოხატავენ თავიანთ განცდებს, თურმე თავის თავში ზედმეტად დარწმუნებული და ცოტა ტრაბახა ადამიანები ყოფილან. მათ უყვართ სხვებისთვის თავის მოწონება და შეიძლება გამოწეული იყოს იმითი, რომ გულის სიღრმეში თავს ძალიან დაუცველად გრძნობენ და სხვისი ყურადღების მიქცევა ჭირდებათ. ვინც არანაირ ხმას არ გამოსცემს, ისინი ყოფილან ძალიან სერიოზული მიზნის მიღწევაზე ორიენტირებული ხალხი. ანუ ყველაზე კაი ტიპები ეგენი არის, ამის ჭუმათ არის, ვინც ყნესის ყველაზე კაი ტიპია. ყველაზე კაი ტიპია ვინც ყნესის. ანუ ამით რა გამოდის ახლა? აი ესეთი სექსით რო ხარ დაკავებული კარგად და უცებ მიხვდები რომ ხმას არიღებს რა უნდა თქვა? კაია ეს მიზანსტრაფულია გამომადგება, თუ რა გაგება? მაგდროს მიზანსტრაფულობაზე და სამომავლო გეგმებზე და სავალუტო ფონდზე ნამდვილად ვერ ვიფიქრებ, უბრალოდ ვიფიქრებ რომ რაღაცა სწორად არ აკეთებ. ამპულების ავტორი მაინტერესებს ძალიან. ძალიან კაი ადამიანია მე მომწონს. აბა საქართველოში მეცნიერებას როგორ უჭირს და საზღვარგარეთ რაში ხარჯავენ ფულს? მოკლედ ამ თეორიის და კვლევების შესახებ ჩვენ ცოტა გვეცინება რა თქმა უნდა, მაგრამ რას იზავ არსებობს ეგეთი დაკვირვება, ასე რომ ვისაც გეყვირებათ შეგიძლიათ იყვიროთ, ვისაც გეკვნესებათ შეგიძლიათ იქნესოთ, ვინც ძალიან მიზანდასახულები ხართ შეგიძლიათ ჩუმად იყოთ. თავარია რომ სექსი გქონდეთ, კვირაში ორჯერ ეს ყოფილა ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო, ასე რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, ხშირად დაკავდით სექსით და მეზობლებს მაინც მოშიაწუხებთ ყვირილით. თუმცა მეტიც არ გაწყენთ, ეხლა ორჯერ და ეგრე არ არის. არა, ზედაზღვარი არ არსებობს. ხო, ზედაზღვარი არ არსებობს. 2 არის მინიმუმი. საჭიროების შემთხვევაში რო ვწერთ ხოლმე რეცეპტში, ესე უნდა იყოს. აჰა. ექიმები კი ერთი კვირით გემშვიდობებით. აბა დავაი.